რაც სენატორების და კონგრესმენების განცხადებამ გამოაჩინა არის ის, რომ ქართული ოცნება ვერაფერს უხერხებს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნას, არადა მათი მხრიდან მცდელობებს ამისას ნამდვილად ვხედავთ. ამერიკელი კანონმდებლები ითხოვენ სანქციების და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებას ქართული ოცნების წინააღმდეგ, სწორედ ამ ეუთოს მექანიზმის დასკვნის გათვალისწინებით. რა შეიძლება იყოს ეს სხვა ინსტრუმენტები? ძალიან საინტერესო რეკომენდაციები არის ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში საერთაშორისო საზოგადოების მიმართ და სხვა საერთაშორისო ინსტრუმენტის ამოქმედებასთან ერთად, მათ შორის დასკვნის ავტორი მოუწოდებს და რეკომენდაციას აძლევს ეუთოს წევრ სახელმწიფოებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ აამოქმედონ უნივერსალური იურისდიქცია სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ. ვინაიდან შეერთებული შტატები აღიარებს უნივერსალურ იურისდიქციას, ის არის ეუთოს წევრი ქვეყანა, ამ შემთხვევაში თავდაცვის ყოფილი მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი მოწოდებაც მათ შორის ამ შემთხვევაში სენატორების და კონგრესმენების იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ ის, რომ შეერთებულ შტატებში ამოქმედდეს უნივერსალური იურისდიქცია ქართულ ოცნებაში სავარაუდო დამნაშავეების წინააღმდეგ, რაც გულისხმობს იმას, რომ არავის არ ეცოდინება ასეთი საქმის წამოწყების შესახებ, არ უნდა დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა, რომ ამის შესახებ ვერც ვინ გაიგებს, ვიდრე არ დადგება შესაბამისი განაჩენი და მაგალითად კონკრეტული პირი, ვის წინააღმდეგაც დაიწყება ეს სისხლის სამართლებრივი დევნა, არ გადაკვეთს საზღვარს, სადაც მას შემდგომ უკვე დააკავებენ. შესაბამისად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ წამება ნამდვილად არის ის, რის გამოც უნივერსალური იურისდიქციას ამოქმედებენ სხვადასხვა ქვეყნები და ესეც არ არის ნამდვილად გამორიცხული, რომ ყოფილიყო მოწოდება სენატორების და კონგრესმენების, ასე ფიქრობს ტინა ხიდაშელი. ჩვენი სახელმწიფოს პრესტიჟის და სანდოობის დაკარგვას ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტით შეიძლება შეეხმიანოს ეს ქვეყანა. მაგრამ აქვე დიახ უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაშიც მოქმედებს უნივერსალიზმის პრინციპი, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება სასამართლოს წინაშე წარსდგეს ადამიანი, რომელსაც დანაშაული ჩადენილი აქვს სხვა ქვეყანაში, წამება სწორედ ასეც განეკუთვნება. იმიტომ მქონდა ქართულ ოცნებას ესეთი მძაფრი რეაქცია წამებაზე, გახსოვთ ალბათ კობახიძის კომენტარი, სადაც რამდენჯერმე გაემეორა, რომ წამება არა, ნუ კი იყო გადაცდომები, იყო დარღვევები, იყო ძალადობა, ბევრ სხვა სიტყვებს იყენებდა, მაგრამ აი წამება არა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის, რომ წამება არის მონობასთან ერთად, მონობის აკრძალვასთან ერთად, წამების აკრძალვა არის ის ორი უფლება, რომელიც საყოველთაოდ დაცულია და რომელიც დარღვევის შემთხვევაშიც სწორედ უნივერსალური იურისდიქცია იწვევს მოქმედებას. ეს არ არის მხოლოდ უბრალოდ თეორიული შესაძლებლობა, ამისი კიდევ ერთხელ ამბობ, უამრავი მაგალითი არსებობს, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე ევროპულ ქვეყნებში. უნივერსალური იურისდიქცია არის ის, რასაც ეუთოს და ევროკავშირის წევრი არაერთი ქვეყანა აღიარებს, მათ შორის განსაკუთრებით გერმანია და ესპანეთი და გერმანიაშიც ყოფილა ასეთი შემთხვევები, რომ უნივერსალური იურისდიქციის ფარგლებში დაუწყიათ გამოძიება, მაგალითად ბელარუსი აქტივისტების მიმართვის საფუძველზე, როდესაც ბელარუსი რეჟიმის წინააღმდეგ დაიწყო ასეთი გამოძიება, შესაბამისად იურისტებიც განმარტავენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი მასშტაბის დასკვნაში, როგორიც არის ეუთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, მსგავსი სახის რეკომენდაციები გვხვდება. ჰაგის ინსტრუმენტის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია უნივერსალური იურისდიქციის გააქტიურების შეთავაზება. ანუ ეს დოკუმენტი სახელმწიფოებს თავაზობს გამოიყენონ, გააქტიურონ მათი უნივერსალური იურისდიქცია საქართველოს ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ. ანუ განახორციელონ სისხლის სამართლებრივი დევნა საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე ჰაგის მიუხედავად და არ დაელოდონ ჰაგას. და უნივერსალური იურისდიქციას ასე ვთქვათ აღიარებს უმრავლესი მათ შორის საქართველოს ჩვენც ვდევნით უნივერსალური იურისდიქციის საფუძველზე. გერმანიას ეს უკვე აქვს რაკეთებული ბელორუსთან დაკავშირებულ სხვა შემთხვევებში, ანუ ბელორუსიელმა დაზარალებულებმა მიმართეს, ანუ ადვოკატებმა მათი ინიცირებით გერმანიის პროკურატურას და გერმანიამ დაიწყო გამოძიება. ზუსტად ანალოგიურად ნებისმიერი წამების, ასე ვთქვათ, საქმეზე, საქართველოს ჩადენილზე და საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგალითად, ახლა გერმანიაზე რახან ვსაუბრობთ, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია დაიწყოს გამოძიება. როდესაც ის იწყებს გამოძიებას, რასაკვირველია, ცოდნა ამის შესახებ არ აქვს პოტენციურ ბრალდებულს. და მაშინ, როდესაც სანქციებზე იყო ხოლმე საუბარი, მხოლოდ რომ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, ვიზა გადაადგილება, სამსახურებრივი პასპორტი, არასამსახურებრივი, უნივერსალური იურისდიქცია ნიშნავს რას? ასეთი, ასე ვთქვათ, საქართველოს
მოქალაქე რომ ჩავა რომელიმე ასეთ ევროპულ ქვეყანაში, მასით დახვდება ევროპული სასამართლოს სანქცია მის პატიმრობაზე. ანუ მას რანე უკან დააბრუნებენ, მიიპატიჟებენ ქვეყანაში და დააპატიმრებენ და ასეთი მაგალითები არსებობს ამ ქვეყნების პრაქტიკაში და უნივერსალური იურისდიქციით შემდეგ ეს საქმეები მიემართება სასამართლოში და რანაჩენების ძრება მოსკოვის მექანიზმის დასკვნაში სავარაუდო წამება ეს ტერმინი 112 ჯერ არის გამოყენებული და ქართული ოცნება ბოლო რამდენიმე დღე აქტიურად ცდილობს დაარწმუნოს საზოგადოება, რომ ის რაც ნახეთ რუსთაველის გამზირზე ეს არ იყოს წამება, ეს იყო უბრალოდ რამდენიმე გადაცდომა და იურისტებისთვის ეს ყველაფერი ქართული ოცნების თავისმართლების მცდელობები გარკვეულწილად გასაგებია, ვინაიდან ქართულ ოცნებაში კარგად იაზრებენ იმას, რომ წამების დადასტურება შესაძლოა საერთაშორისო არაერთი მექანიზმის გააქტიურება მოყვეს, მათ შორის როგორც უნივერსალური იურისდიქცია, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, ასევე ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო.